ცეცხლი გადმოვიდა ზუსტად 15 საათსა და 20 წუთზე მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე დიდი ხილული სასწაულის მოწმე. მადმოსელი ცეცხლი კუვუკლიდან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მანამდე კი ის სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს. ჩაბნელებული ეკლესიის ერთ-ერთი სარკმელიდან მაცხოვრის საფლავს სხივი დაეცა, შემდეგ კი რამდენიმე წამში ცეცხლი მთელ ტაძარს მოედო. ქართველი მაყურებელი სასწაულს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. არაბი მართლმადიდებელი ახალგაზრდები ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში შეძახილებით ელოდებიან. ებრაულ ტრადიციებს ძველი აღთქმის მიხედვით დღემდე ასრულებენ. არაბების ხმაური ცეცხლის გადმოსვლის ერთ-ერთი პირობაა. მაშინ როცა მათ ეს წესი აუკრძალეს, ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ისინი ტაძარში არ შეუშვეს. მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში იერუსალიმის პატრიარქი შემოდის. 10 წუთის შემდეგ მას მიყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები. ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. სოლობას წინ მებაირაღეები მიუძღობიან. ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემდეგ კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან. კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქი განიმოსება. სამლოცველოში მხოლოდ კვართი და სანთლებით შედის. პატრიარქს შესვლამდე გულმოდგინედ ჩხრეკენ. მასთან ერთად კუვუკლიაში შედის მონოფიზიტი მღვდელმთავარიც. სომეხ პატრიარქს მხოლოდ ანგელოზის ეგვტერში დგომის უფლება აქვს. ამ დროს ტაძარი მთლიანად ჩაბნელებულია. სასწაული რამდენიმე წუთში ხდება. ღვთიური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის სანთელს ანთებს, რომელიც მალე მთელს ტაძარში ვრცელდება. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით ცეცხლმა ჯერ კიდევ მკვდრეთით აღდგომისას გააღწინა მაცხოვრის საფლავი. პირველად სასწაული მესამე საუკუნეში მოხდა. გადმოცემის მიხედვით სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდა და მის მაგივრად ემბაზის წყალი ჩაასხეს. როდესაც პატრიარქის კურთხევა შესრულა, ზეთიდან ცეცხლი გადმოვიდა და ყველა კანდელი აანთო. ქრისტიანული საიდუმლოს ისტორიაში ის ფაქტიც არსებობს, როცა მონოფიზიტებმა მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე არ შეუშვეს. მაშინ ცეცხლი მათ ხელში არ გადმოვიდა. დახშული კარიდან სვეტი გაიგზავნა და გადმოცემის მიხედვით ნაპრალიდან გადმოსულმა ცეცხლმა მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლები აანთო. მომბე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღვთიური ცეცხლი ტაძრიდან გამოიტანა. რა ხდება იერუსალიმში, დეტალებს თქვენ დღეს ჩვენს მთავარ გამოშვებაში ნახავთ. მომბის გადამღები ჯგუფი ამ წუთებშიც მუშაობს აღდგომის ტაძარში და ცდილობს ზუსტად მოიტანოს ის განწყობა, რომელიც ახლა წმინდა მიწაზეა. მანამდე კი ტრადიცია არ დარღვეულა. მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში. სასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პილიგრიმები ელოდებოდნენ. იმისთვის, რომ ცეცხლი გარდა მოვიდეს, სამი აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს. საიდუმლოში უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები, ხმაურიანი ლოცვა ვედრებით, რომელიც ერთი შეხედვით უჩვეულოა, მაგრამ ეს ტრადიცია უახლოვდება რწმენის უძველეს ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე როყავდნენ და საყვენებით ხმამაღლა ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა და მესამე მართლმადიდებელი პატრიარქი, იერუსალიმის ეკლესიის მეთაური, რომლის გარეშეც საიდუმლო არ სრულდება. აღდგომის დღესასწაულზე განსაკუთრებით მომლოცველები თავს იყრიან წმინდა მიწაზე. მათ უხარიათ, რომ ღვთაებრივი ცეცხლი ჩაიტანონ შინ, საკუთარ სამშობლოში. მით უფრო ქართველები, რამე თუ ქართველებისთვის მეტად მნიშვნელოვანია წმინდა მიწა, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომლის გასაღები საუკუნეების განმავლობაში ქართულ მეფეებს ეკუთვნოდა, ისევე როგორც ჯვრის ქართველთა მონასტერი. იერუსალიმში აღდგომის ტაძრის ეზოში ქართული დროშებიც ფრიალებდა. სწორედ ქართული დელეგაცია ჩამოიტანს დღეს თბილისში ღვთიურ ცეცხლს საგანგებო რეისით, რომელიც ისრაელიდან შესრულდება. თბილისში უკვე განსაკუთრებული მზადებაა. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში დიდი შაბათის ღვთისმსახურება სრულდება. თეიკო ანჯაფარიძე ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. თეიკო იმყოფება სამების საკათედრო ტაძარში. თეიკო, რა ხდება ამ წუთებში და შესრულდა თუ არა ღვთისმსახურება?
დიდი მწუხარება, რომელიც დიდი სიხარულით შეიცვლება. დიდ შაბათს მართლმადიდებელი სამყარო ბრწყინვალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინით ხვდება. ეს არის დღე, როდესაც სრულდება მხოლოდ ერთადერთი მსახურება, ეს მსახურება არის წირვა. ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში მორწმუნეებს შეუძლიათ ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ გარდამოხსნასთან ახლოს მივიდნენ, როგორც უკვე გითხარით, ერთადერთი მსახურება, რომელიც დიდ შაბათს აღესრულება, ეს არის წირვა, ხოლო სააღდგომო ლიტურგიამდე რამდენიმე საათით ადრე დღესასწაულის ნიშნად სასულიერო პირები, რომლებიც აქამდე ერთი კვირის განმავლობაში შავი სამოსით იყვნენ შემოსილები, თეთრად შეიმოსებიან. აქ უკვე მზადება არის სააღდგომო ლიტურგიისათვის, მზადება არის როგორც ტაძრის შიგნით, ასევე მზადება არის ტაძრის გარეთ. სამების საკათედრო ტაძარში დღეს ასევე მადმოსრილი ცეცხლის ჩამობრძანებას ელოდებიან. სამება იქნება ის პირველი ადგილი, სადაც წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს მოაბრძანებენ და მისი გავრცელება საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში სწორედ აქედან მოხდება. თავდება შაბათი, დიდი შაბათის მსახურება, თვისმსახურება. ტიპიკურად იყო ასეთი რამ, რომ აკურთხებდნენ ხოლმე პურს და ღვინოს განსაკუთრებით სპეციალურად მორწმუნეთათვის, რომლებიც რჩებოდნენ ტაძრებში, ვიდრე აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდე, შუაღამემდე და მთელი ამ დღის განმავლობაში იკითხებოდა ხოლმე საქმე მოციქულთან და სამოციქულთან. ფლის წყალობით ღმერთით მშვიდობიანი აღდგომა გვექნება და რა ვიცი, ყველაფერი კარგი მინდა რომ საქართველოში იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ქართველისთვის, დავალდებით სააღდგომო ლიტურგიას, დავალდებით წმინდა ცეცხლის ჩამობრძანებას. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსვლა საღამოს 11 საათზე ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე სააღდგომო ლიტურგია დაიწყება.